პროტესტი სოჭის ოლიმპიადას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და სპორტის მინისტრს პეტიციით მიმართავენ. მას არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სტუდენტები, ასევე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები აწერენ ხელს. კონკრეტულად რას ითხოვენ პეტიციის ავტორები, მთავრობისგან ანა ბროლაძე გვეტყვის. საზოგადოების ნაწილი მიმართავს ხელისუფლებასა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შეცვალონ გადაწყვეტილება საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში. სპეციალური ონლაინ პეტიცია სულ რამდენიმე საათის წინ შედგა და მას უკვე რამდენიმე ასეული ხელმომწერი ყავს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან ამ ინიციატივის ავტორები, აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც რუსეთი ახორციელებს ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ ფონზე მიუღებელია საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში. თუნდაც გუშინ გაკეთდა არაერთი განცხადება ხელისუფლების თუ ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების მხრიდან, ვფიქრობ, რომ თქვათ მათაც გარკვეული თქვათ მტკიცე გადაწყვეტილება არ აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს უარი ოლიმპიადაში მონაწილეობაზე იქნება ძალიან კარგი საშუალება ქართული მხარისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მსოფლიოს ყველა ქვეყანას უჩვენოს თავისი პროტესტი საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, რასაც რუსეთი უკანონოდ ახორციელებს. ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის საზღვრის უკანონო გავლების ფაქტები და ის ქმედებები, რასაც რუსეთის ხელისუფლება საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ ახორციელებს და უკვე ის დეტალებიც, რა თქმა უნდა, მეჩირაღდნის ფაქტი, აფხაზეთის წარმომადგენლის დამოუკიდებლად დარეგისტრების ფაქტი და ასე შემდეგ. საზოგადოების ნაწილის გარდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ ყოფილი მაღალჩინოსნების დღეს განცხადებები გააკეთეს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაჟაძემ, ასევე კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სპორტის მინისტრმა ყოფილმა ასევე ნიკა რურვამ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვა საკუთარ გადაწყვეტილებაზე სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს გრიგოლ ვაჟაძემ გააკეთა ისეთი განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, რომ არ დაზარავდეს გარკვეულ სპორტსმენთა ინტერესი, რომელსაც აქვთ ლიცენზია სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის, მათ შეუძლიათ რომ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაზე საერთაშორისო ოლიმპიური დროშის ქვეშ და ამ მხრივ არ დაზარავდება არც მათი სპორტული ინტერესები და არ შეიალხება ასევე არც საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამაზე კომენტარის გაკეთება შემიძლია როგორც მოქალაქეს. მას შემდეგ რაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა ეს პროვოკაციული ნაბიჯები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მას შემდეგ რაც გამომწვევად ეგრეთ წოდებული რუსეთის გმირი ბჭყალებში, რუსეთის გმირს ანდეს ეს ჩირაღდანი და მას შემდეგ რაც აკრედიტაცია გაუკეთეს სეპარატისტული საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელ ჟურნალისტებს, მე რო ვიყო სპორტსმენი არ წავიდოდი და ქვეყნის ხელისუფლებაში რო ვიყო, მტკიცედ ვიტყოდი, რომ წასვლა ეხლა არ. იცით როგორ უნდა მოვიქცეთ, ჯერ დაგვიანებული არ არის. შეუძლია საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიმართოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თხოვნით, რომ საქართველოს ის სპორტსმენები, ვინც ლიცენზია მოიპოვა და მიიღებს შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ სპორტულ დღესასწაულში, ნება დართოს მათ და ისინი გამოვიდნენ ოლიმპიური დროშებით. ამის გაკეთება შეიძლება. ქართულმა დელეგაციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში. ამას აქვს რამდენიმე ასპექტი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ამორალური ნაბიჯი იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ეთნიკური წმენდის შედეგად არის გამოძევებული თავის სახლები და იმ ადამიანთა მიმართ, რომელიც გამოესალმნენ სიცოცხლეს ამ ომის დროს, იმ ადამიანთა მიმართ, რომელიც უშუალოდ აი ამ ბომბარდირების შემდეგ, მათ შორის იმ ადამიანის, ვინც ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარ სიმბოლო და მეჩირაღდნად არის დასახელებული, გამოესალმა სიცოცხლეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა აუცილებლად უნდა იმსჯეროს მიზანშეწონილების შესახებ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის. ჩვენი წასვლით დღეს ხაზს გაუსვამთ იმას, რომ რაღაცნაირად რუსეთი ამ კონფლიქტში არ იყო თლად მტყვანი. ჩვენ მსოფლიოს უნდა მივაქცევინოთ ყურადღება, სულ რომ მარტოებით ვიყოთ ამ ბოიკოტში, რომ ეს პრობლემა არის მწვავედ დგას და ჩვენ ამას არ ვეგუებით. დამიჯერეთ, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. პროტესტის ასეთი ფორმაც არსებობს. მართავს ვსანებთ, შეუძლიათ ინდივიდუალურად გამოვიდნენ ოლიმპიური დროშით და თქვათ ამით გამოიხატოს ის
პრობლემა ამით გამოიხატოს ის პროტესტი, რომელზეც აქ ვლაპარაკობთ. მე ვიცი, რომ მაგალითად ელენე გედევანიშვილს ძალიან უმძიმს გამოსვლა და ელოდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და ის თანახმა ყველაზე ჩვენი წარმატებული ამ წუთას ზამთრის სპორტის წარმომადგენელია, თანახმა რომ საერთოდ იქ არ წავიდეს. ანა ბროლოძე საუბრობდა პირდაპირ